გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს, რომელიც შესწორებების შემდეგ მერიას გადაეგზავნა. დეპუტატების ნაწილს ინიციატივები ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ჰქონდათ, ასევე ომის ვეტერანებისთვის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შეღავათების დაწესებასთან და პარკირების გადასახადიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. დავაყენეს საკითხი, რომ ყოფილიყო ომის ვეტერანებისთვის პარკირება, რა თქმა უნდა, უფასო და მუნიციპალური ტრანსპორტი. ვფიქრობ, რომ დღევანდელ სხდომაზე საკითხი განიხილეს და განიხილება დადებითად გადაწყდება. მეორე კონკრეტული საკითხი იყო სადგურის დასახლებაში, კერძო ჯავახიშვილის ქუჩაზე მეწყერ ნიადაგიანი ტერიტორიების გამაგრებასთან დაკავშირებით სამუშაოების დაწყება. ვფიქრობ, მასაც გაითვალისწინებს მერია საკრებულო და შემდეგ მერია და დაიწყებენ იმ სამუშაოების დაწყებას, რომელიც მოსახლეობის გულსაწყენია და საკეთებია. ჩვენი მოსახლეობა ან გამოჩენა ყველაფრის ალასისთვის არის ძალიან მცირე. მე ბატონო ვერა შეგიძლია პროგრამით მერიაში და დეტალურად აკო კოლეგებს წავუდგენ საზოგადოებას, შემიძლია წარმოგიდგინოთ ის ანგარიშება თუ რა სექტორებია ეს ტარიფი, რის მიხედვით არის შედგენილი და რა ტიპის და რაოდენობით სუბსიდია უწევს მერიას ჩვენები შემოსული გადასახადებიდან და რა თქმა უნდა დაფინანსება მხრივ წასული. ყველანაირად შევავარდი მნიშვნელოვანი გეთანხმებით წარმოდგენის საკითხი, მაგრამ ბევრი არსებული მდგომარეობა ამ ტარიფის დაზლა ვინაიდან ვარიზდება საშუალებას, თუმცა ეს არ მინდა იყოს მხოლოდ პასუხად არა, არგუმენტების გარეშე და ჩვენ გეუბნებით შეხვედრის დასრულების შემდგომ ნებისმიერ დროს დავგებოთ შეხვედრა და დეტალურად შემიძლია წარმოგიდგინოთ ადგილზე ეს საკითხი. რაც შეეხება თავად მომავალი წლის ბიუჯეტს, მერის საფინანსო სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, ის გასულ წელთან შედარებით 12 მილიონზე მეტით არის გაზრდილი, პრიორიტეტები კი უცვლელია. 12.615 ლარით არის 15,000 ლარით არის გაზრდილი შემოსულობების ნაწილი და ასევე გაზრდილია გადასახდელების ნაწილი ამდენ 12,615 ლარით. ეს არის დაახლოებით სხვაობა 15%-იანი ზრდა. ბოლო წლების ტენდენცია კვლავ შენარჩუნებულია, რომ წლიდან წლამდე იზრდება შემოსულობებით და გადასახდელებით. ეს მისასალმებელია, რაც პირველ რიგში საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტს, მერიას, რომ გაცილებით მეტი პროექტი განახორციელოს ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის. ძირითადი პრიორიტეტი არის ინფრასტრუქტურა, როგორც და სოციალური მიმართულება. აი ამ ნაწილში რამდენი მილიონი ინფრასტრუქტურა რამდენიმე სახით არის წარმოდგენილი, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურა, სკვერები, კეთილმოწყობა, სპორტული მოედნების, ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურაზე იყო ნიშნები და ეს აუცილებლად გაიზრდება ამ მიმართულებით თანხები. ყველა ნაწილში გაზრდილია, რადგან ბიუჯეტი თქვა სოციალური მიმართულებით რამდენია გაზრდილი. გაზრდილია ყველა მიმართულებით, მისად დაგვაქვს პრიორიტეტების მიხედვით, თუმცა კიდევ უფრო ზრდას ინფრასტრუქტურულ ნაწილში ველოდებით სახელმწიფო თან გამოყოფილი თანხების შემთხვევაში დაახლოებით 14 მილიონით კიდევ გაიზრდება ბიუჯეტი საგზაო ინფრასტრუქტურისა და სხვა ინფრასტრუქტურის მიმართულებით და საბოლოო ვარიანტს ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილში ალბათ უკვე 10 დეკემბერს წარმოუდგენს საკრებულოს. თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიამ 10 დეკემბრამდე საკრებულოს უნდა დაუბრუნოს. რა შენიშვნები იქნება გათვალისწინებული, ეს ჯერ უცნობია. ბიუჯეტის დამტკიცება კი 25 დეკემბრამდე უნდა მოხდეს.